დაკავებული ხართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 119 და 236 მუხლებით. თქვენ უფლება გაქვთ ადვოკატის ყოლის, დუმილისა და კითხვების პასუხის აკავი-შეკავების უფლება არ დაიბრალო დანაშაული და რომ ყველაფერი, რასაც იტყვი, შესაძლებელია გამოყენებული იქნას სასამართლოზე თქვენს წინააღმდეგ. განზრახ ყრელობისა და ცეცხლსროლი იარაღის შეძენა შენახვისა და ტარების ბრალდებით წარსულში ნასამართლები ერთი პირი დავაკავეთ, რომელმაც 2 სექტემბერს აბაშიძის ქუჩაზე ცეცხლსროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ახალგაზრდა მამაკაცთა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მიმალვას შეეცადა, რა დროსაც იგი ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო წარმომადგენლებმა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისა და ევროკავშირის მონიტორების მისიის წარმომადგენლების აქტიური მუშაობის შედეგად აღნიშნული პირი 12 სექტემბერს სოფელ ერგნეთში ქართულ მხარეს გადმოეცა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ ყრელობისა და ცეცხლსროლი იარაღის მართსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.